საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრით ჩემთან ნათია მიქიაშვილთან და ჩემს მეწყვილესთან. გამარჯობა. აი რა დღეში ვარ ძვირფას ტელემაყურებლებო ეს არის ჭაჭა რომელიც უდგავს. ნათია მიქიაშვილს ვისი ბიჭაკი გაცვია. რა ვიცი. აი ეს სიტუაცია ვიღაც ბიჭაკი მოხდა ხელში. ხიზელმა ამ გადაცემა. ხიზელმაგი ჩემამდე მოუყურა ასე დღეში ვარ ძვირფას ტელემაყურებლებო. ამიტომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ ასე დღეში ვარ, ბარემ ტაქსეულზე მადლიაო. არა, ხო, ჩვენ გადაცემაში იქნება ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ისეთი იმიჯი, ხო ხტები, ანუ ანატომია რომ იმყავდა ისე ცოტა მკაცრი, ცოტა სერიოზული, ცოტა ვცდილობდი რომ აკადემიური ყოფილიყო. ახალი წელი მოდის, გაიგე. რა მიშულის ხელში აკადემიურობას კი. აი, მე ხო ის შენ ცეცხლიანი გოგო ხარ და რაღაცა ეს შენი ყინულოვანი აკადემიურობა არ არის. არასდროს არ ყოფილიყო. მოკლედ, დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გადაცემა, როგორც ყოველთვის. მაგიყვარავთ რეიტინგში კარგად რა. და მოდი ვილაპარაკოთ რა ხდება რესპუბლიკაში. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, აუდის რეზიდენციის წინ. დაუზი დიქტეიტე, არის დიქტეიტე. არის ჩვენი დაუზი დიქტეიტე. არა. არა. არა და პრესის მუშაკების აქცია, საპროტესტო აქცია. იცით რომ მედია გაერთიანება შეიქმნა სულ რამდენიმე დღის წინ, მამუკა ფონდის ინიციატივა იყო ამ მედია გაერთიანების შექმნა და საერთოდ მამუკას რამდენიმე წელია ასეთ ტიპის გაერთიანების შექმნა უნდა ზუსტად იმიტომ რომ დაახლოებით 4-5 წელია პრესა საშინელ დღეშია, ასე შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით იმედის მერე გამკაცრდა ზომები თავისუფალი და დემოკრატიული მედიის. მე ვიცი რომ საგაზეთო ჯიხურები თითქმის ყველგან აიღეს რა. რამდენიმე წელი გადარჩენილი 140-150 ჯიხურიდან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჯერ ყველაფრთან გამომდინარე შალვა აუცილებლად მან ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ანუ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში რაც ხელის შემშლელი ხდება გაზეთის ყიდვაში, ანუ ვერ ყიდულობენ და იმათ ვისაც აქვს ყიდვის საშუალება და ვერცად ვერ ყიდულობენ. მე მომსწრება რომ მაგალითად რამდენიმე მეზობელს უყიდია ერთი გაზეთი, რომელსაც ჯერ ყიდულობს, მე კითხულობს, მე მეორე კითხულობს, მესამე და ასე შემდეგ. ხო, ფიზიკურად ვეღარ იყიდიან ეს მეზობელი. არსად არ იქნება ეს გაზეთი. ხო, არსად არ იქნება. ამიტომ ინტერნეტი და კიდევ ერთხელ ინტერნეტი. მაგას ვერ ჩაახშობენ რა. უკვე საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა კატეგორიულად გამოერიცხა რომ საკონსტიტუციო ფორუმის აწევას ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს. ოფიციალურად განაცხადეს. ხო, განაცხადეს ამასთან დაკავშირებით პეტრა ცისკარიშვილმა თქვა. პეტრა ცისკარიშვილმა თქვა კიდე ძალიან საინტერესო რაღაც რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა ემსახურება, როგორც პარტიებიც აქვთ ჯონდი ბაღათურიასო და ცაგარეიშვილსო. ну მიეცეთ ამ ადამიანებს იმის საშუალებაა რომ უფრო მეტი წევრი პარტიის წევრი შეიძლება ამ პარტიების კი აბა რო ასდიან რა ვიცი ზდიან თუ ასდიან ბოლოს ხან ზრდიან ხან არ ზრდიან არა მართლა საბოლოოდ როგორ შეგა საბოლოოდ გეუბნები რომ ხან ეთქობა იმათმა გაუჭედეს რა ქვია ქრისტიან-დემოკრატებმა და ახლებმა ну განსაკუთრებით ქრისტიან-დემოკრატები მიუხვდნენ და უთქვეს რომ კარგი ნამუსი არა გაქვთ ეხლა მართლა ყველაფერს ვიტყვით ეხლა და იმათმა თქვეს რომ რა მოხდება ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაფერი ხო მაგრამ თავსაც დაიღუპავენ მაგრამ ამათაც გადაიყოლებენ რა ხო, რა თქმა უნდა. არა, თავს არ დაიღუპავენ. აი რა. ისაც ყველაფერი იცის? არა, ვერ დაგეთანხმები. საზოგადოებას ანუ მაგკუთხით აქვს ძალიან მოკლე მეხსიერება და ადამიანები, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური შეცდომა გაუკეთებენ. ხო, ეგ რა თქმა უნდა. გაუკეთებენ ძალიან მალე მომხდარა მათი რეაბილიტაცია შესაძლებლად. ყველაზე ნათელი მაგალითი. ხო, ну აი კუბლაშვილმა წარადგინა რა. რა. ის ახალი კანონპროექტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და ისევ დაფინანსების მიმართულებით მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს, მოდი ვნახოთ აბა რა შეზღუდვები იქნება, ანუ ბურჯანაძე ახალია, ბურჯანაძე იქით იყოს და ივანიშვილთან დაკავშირებით. წამოგწდა ახლა შენ. არა, ბურჯანაძე ეთერში ყავს სულ რამდენიმე წუთში, ნინო ბურჯანაძის სუბიექტურ აზრს მოისმენთ და იმედო წამომწდა. ესე იგი, საარჩევნო სუბიექტის კამპანიისთვის გაკუთვნილი როგორც ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის ღირებულება. ანუ ეს ყველაფერი უნდა იყოს პროექტის მიხედვით საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება. რა თქმა უნდა. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი ისარგებლებს წარდგენილი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით. საარჩევნო სუბიექტი ვალდებული იქნება შესაბამისი საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ, რომელთანაც საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება. მე რამდენიც ვიცი, ამ ყველაფერს აკონტროლებს სპეციალურად შექმნილი ორგანო, ხო? არა, კონტროლის პალატა. კონტროლის პალატა. მთლიანად ამ საარჩევნო ამბების კონტროლი. ყველაფერი. დაუქვემდებარეს კონტროლის პალატას, რომელიც მოგვიანებით მე ვალდებულია პროკურატურას გადასცეს მონაცემები. თუ რამე ის არის საქმე დარღვევა. ხო, მაგრამ ძალიან საინტერესოა და იცი რა არის თუ თქვა საფუძვლიანად დაუჯდები და ამ ყოველ ცვლილებას განიხილავ
რომელიც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით შევიდა პარლამენტში, აუცილებლად დაასკვნ იმას, რომ ხელისუფლება ჩვეულებრივად პანიკაშია არჩევნების წინ, ანუ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილი, ხო, ამ მათ აქვთ უნდა გამონახონ ხერხები, თუ როგორ უნდა შეებრძოლონ ივანიშვილის ფულს. იცი ხო ივანიშვილი ჯონბას რო შეხვდა? კი. ხო. ანუ ივანიშვილის პრესამსახურმა განაცხადა, რომ ეს ხო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და სხვა საკითხები, ჯერჯერობით ამერიკის საელჩოს პრესამსახური, ამასთან დაკავშირებით $9 ტვირთები შემოიტანა ქართულ ჯგუფმა და $9 მილიონი ტვირთები არის გაფუჭებული საბაჟოზე. ანუ ხოჭოებს ეძებენ და რაღაცებს ხსნიან და სქემებს სწავლენ. საინტერესოა ის, რომ ყველა ტვირთი, რომელიც ამ შემთხვევაში ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, ხდება ეგრეთ წოდებულ წითელ ხაზში. ყველას. კი, ანუ რომელიც ეს წითელი ხაზი ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთები აუცილებლად უნდა შემოწმდეს სპეციალური ტექნიკით და ასე შემდეგ. როცა ეს ამორჩევით უნდა იყოს. ხო. ანუ კომპიუტერმა თვითონ უნდა მოახვედროს რა. არა, თვითონ არა, ნუ შეიძლება კონდეს რაღაცა ოპერატორი. ხო, ამორჩევი და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ არ შეიძლება ყველა ოპერატორი ჯგუფს. ხო, და აი ეს არის მაიმუნობა ჩემი აზრით. ანუ იცი როგორ აი შპილკაობაა რა. იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთი ფინანსური რესურსის მქონე კაცს, აი ასე შპილკაობით ნერვების მოშლის სიტუაცია. მაგრამ თერთლაძე თებერვალში რას აპირებს, იცი? დამატებით რაღაც კიდე? რა, სადასვლა, მაგ ქვება და ქვემოთ უწევოთ. ზემოთ ვეღარ. რაღაც არ მგონია. თერთლაძე გაზპრომის ფულის საქართველოში შიდა არეულობის ინსპირირებას ხმარდება. ხო, კაი. გავიარეთ. საგარეშვილი თერთლაძესგან სამართალდამცველების რეაგირებას იტყობს. შემდეგ როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის 2007-2008 წლებში გარდაიცვალა ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელმა ძიძიგურმა დღეს ჟურნალისტებთან თერთლაძეზე. ხო. ეგ არასაინტერესოა. მიშინა ევაზნია. ვებხვაძე. ივანიშვილის ფონდიდან ხელოვანების დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ თავრობის რეაგირებით ინტერესდება ლევან მუხაძე. თავრობის რეაგირებით ას ნიშნავს? ანუ გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება მათ დაფინანსებას და ასე შემდეგ. მე ვიცი არ შეწყვეტილა ეს დაფინანსება. მეც მასე ვიცი. აბა საიდან აქვს ეს ინფორმაცია? მე ვიცი რომ არ შეწყვეტილა. და ნუ ბაკაკი მინაშვილი რა თქმა უნდა ყველა საკანონმდებლო ცვლილებას ააფასებს ფუნდამენტურ რეფორმად, რომელიც ახლა ხორციელდება პარლამენტში და ძალიან საინტერესოა რომ პარლამენტში მაგალითად დღეს იგეგმებოდა 100-მდე საკითხის განხილვა. 100-მდე? 100-მდე. ეხლა შენ წარმოიდგინე პარლამენტში. სტომაზე? ხო, აბა. ვაიმე. 100-მდე საკითხი როგორ უნდა განიხილო? როგორ უნდა მოასწრო? ნუ აი 5 წუთი თითო საკითხს, 500 წუთი 500 გაღავის 60-ზე შანსი არ არის. არა, ნუ მინიმუმ არ არსებობს. ეხლა შენ წარმოგიდგენია იქ მაჟორიტარი დეპუტატები პულტი რო არ უნახავთ და პარლამენტის დარავდერებნებს ვიყავთ. მინიმუმ წაკითხული ხონდა ქონდეთ ამიტომ და გაეცნო მან. არა, შანსი არ არის. ძალიან სასაცილო პარლამენტი ყავს. ნუ ეხლა უფრო სასაცილო იქნება თუ ქუთაისში გადავლენ მიშას უმრავლესობით და. არა და ყველაზე სასაცილო იქნება ხდებოდა დარბაზში რო ისხდებია წარმოიდგინეთ იქ და წყალი რო ჩავან ქარი რო დაწუნებული ხარ. მე მგონი გაითვალისწინებენ ჩვენც. შესაძლოა მიშა ნახე ველოსიპედზე. ტყუილა კი არ დადგა ველოსიპედის ძეგლი. მიდიოდა ველოსიპედზე და აი ნუ მე ხო ვაკეთებ ანიმაციურ სერიალს და სცენარისტების ვძებით და გვინდა რომ რაღაც გროტესკში გავაკეთებ. შეუძლებელია რაღაცებს ვდებით რომ ნუ აი მოვისუსტებთ, იმიტომ რომ რა უნდა მოვიფიქროთ ისეთი რაც მიშას გაკეთებული არ აქვს. უხამსობას ვერ მოვიფიქროთ, ხო? და დანარჩენი ყველაფერია გაკეთებული, ყველაფერი. აი მულტფილმის კადრი არ არის, ტიპი მოდის ველოსიპედზე. გამარჯობათ. აი აქ ავაშენებ ჩვენ გამარჯობათ. და ეს გაკეთდება ყველაფერი. გამარჯობათ. მაგრამ ველოსიპედზე თან. და იქით დაცვა ველოსიპედზე და. ეხლა ეს არის მულტფილმი. გადამომიგე. დაცვა ველოსიპედზე. ხო, დაცვა თვითონ ეს ვარშავებიძე ველოსიპედზე და ეს ხო არის მულტფილმი. ეს როგორ უნდა მოიწვიოს? ცილა მახსენდება სადღაც სრიალებდა მიშა თხილამურზე და დაცვა მოარიცა და თხილამურზე სამია. კი. არა. ძალიან ღვინოში სტომის გამართვა. ძალიან მულტფილმია რა. ნუ ძალიან მალე ვიხილავთ მგონი უკვე შენ სერიალს ბანანის რესპუბლიკას. და ყავლი გავუვარდ. ის რაღაც სიგიჟეზე. სულ რამდენიმე წუთში თქვენ მოისმენთ გადადი ნინო ბურჯანაძის სუბიექტურ აზრს, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილა ჩვენს ეთერში. არ გადართოთ, დარჩით ჩვენთან ერთად. გადაცემა სუბიექტური აზრი, ქალბატონო ნინო ბურჯანაძესთან ერთად გიბრუნდებათ საღამოშვიდობის და მადლობა სტუდიაში სტუმრობის. ქალბატონო ნინო, დაახლოებით 1 თვე არ გამოჩენილ ხართ მაესტროს ეთერში. რას აკეთებდა ნინო ბურჯანაძე აქამდე, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაც ისეთი აქტიურობაც, ანუ საინფორმაციო ველშიც კი შედარებით პასიურად იყავით, ვიდრე არ გაიმართა გაფართოებული სხდომა სახალხო კრების. პირველის ყოვლისა დიდი მადლობა ამ გაფართოებული სხდომის ხსენებისათვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.
ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მე ნამდვილად სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლაც სახალხო კრებას არა მარტო ჰქონდა, არამედ შენარჩუნებულიც აქვს ძალიან სერიოზული სტრუქტურები საქართველოს ყველა რეგიონში და თითქმის ყველა რაიონში. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, რომელიც იცით თქვენ, რომ დღიდან დაარსებისა და განსაკუთრებით 26 მაისის შემდეგ ხორციელდებოდა სახალხო კრებაზე, პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, ვინც იყვნენ რეგიონალური და რაიონული აქტივისტები, გარდა სამწუხაროდ იმ გამონაკლისისა, ვინც დღესაც ციხეშია, გუშინ იყვნენ წარმოდგენილნი, აბსოლუტურად ყველას აქვს ძალიან, ესე ვთქვათ, ადეკვატური შეფასება, როგორც სახალხო კრების მიერ განხორციელებული მოქმედებების, ასევე დღევანდელი პოლიტიკური რეალობისა და არიან ძალიან მოტივირებული, რომ გააგრძელონ ის ბრძოლა, რასაც სახალხო კრება დაარსების პირველი დღიდანვე აწარმოებდა, ანუ იბრძოლონ ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. იცით ახლა რაშია საქმე? მაინც და მაინც აუცილებელიც არ არის, რომ პოლიტიკოსი ყოველთვის და მუდმივად ჩანდეს ეთერში. თქვენ ყოველთვის ეთერში არ ჩანხართ, მაგრამ თქვათ იგივე ეთერში გამოსვლას წინ უძღვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთოდ 26 მაისიდან მოყოლებული ჩვენ რამდენიმე ეტაპი ვქონდა, ასე ვთქვათ, კრების აქტიურობის. ერთი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით რომ ჩვენ როგორც მინიმუმ თავიდან დაგვედგინა ჩვენი, ასე ვთქვათ, თანამოაზრეები სად არიან, რა მდგომარეობაში არიან, შემდეგ მათთვის გაგვეწია ელემენტარული თუნდაც სამართლებრივი დახმარება და მათი ოჯახები გაგვემხნევებინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მართლაც ვცდილობდით, რომ არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ ჩვენის მხრიდან არ დარჩენილიყო და მე მიამაყება, რომ ეს ადამიანები თავად გრძნობენ სიამაყის გრძნობას, რომ ისინი თავიანთი სამშობლოსათვის ბრძოლის გამო იჩაგრებოდნენ და იჩაგრებიან დღესაც, თუმცა ბრძოლას აგრძელებენ. და მეორე ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აქტიური მუშაობისა გახლდათ უცხოეთში საერთაშორისო არენაზე პირადად ჩემი აქტიურობა და ასე ვთქვათ შეძლების დაგვარაცხების აქტიურობაც, რომ მაქსიმალურად ხმა მიგვეწვინა მსოფლიოსათვის რა ვითარება არის საქართველოში, როგორი უსამართლობა ხორციელდებოდა სახალხო კრების და საერთოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მე ვთვლი, რომ სახალხო კრების და ჩვენი ძალიან სერიოზული დამსახურება არის ის, რომ დღეს მსოფლიოში გაცილებით უკეთიციან რეალობა საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ფასადური დემოკრატიის მომენტი ნაკლებად მუშაობს და ამის მაგალითია თუნდაც სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც სამწუხაროდ მე ეს ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს ეხება ის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა ეკონომისტში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გაზეთში, ალბათ თქვენ ეს ჟურნალში ეს იცით, სადაც საქართველოს დემოკრატიის განვითარების ინდექსის თვალსაზრისით ძალიან დაბალი ადგილი აქვს და ბოლო კიდევ აქტიურობაზე რადგამბრძანებდით, ეს აქტიურობა არის ძალიან სერიოზული ჩვენი მოქმედებები, აი ჩვენს რეგიონალურ და რაიონულ აქტივისტებთან მუშაობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ უფრო გამიგე ხომ არ უკავშირდება, ანუ ექსპერტთა ერთი ნაწილი, საზოგადოების ერთი ნაწილი თulis რომ თუნდაც ნინო ბურჯანაძემ საინფორმაციო ველიდან გაქრობა ცოტა ხნით, მაინც უკავშირდება იგივე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მოლოდინის რეჟიმს. ელოდებოდით თუ არა, თქვათ ივანიშვილის მხრიდან პირდაპირ შეთავაზებას თანამშრომლობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილი იყავით თქვენ კომენტარებში, ვიდრე არ ჩატარდა ეს სახალხო კრების გაფართოებული სიტყვა, ანუ თქვენი უკვე წარმატება უსურვებთ ბატონ ბიძინას მისი საქმიანობის გზაზე. არა, მე ბატონ ბიძინას წარმატება უსურვებ პირველივე დღეებიდანვე მისი გამოჩენის და ეს სურვილი ნამდვილად აბსოლუტურად გულწრფელია, იმიტომ რომ მე ჩემი ოპოზიციაში მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ საქართველოში დღეს არ არის პოლიტიკურ კონკურენციაზე მთავარი აქცენტის გაკეთების დრო. დღეს პირველ რიგში არის მთავარი ამოცანა, გადასაწყვეტი ქვეყანა გადასარჩენი და გასანთავისუფლებელი იმ დამნაშავე რეჟიმისაგან, რომელმაც ჩვენ ქვეყნის მეხუთედი დაგვაკარგინა, უამრავი ადამიანი უკანონო პატიმრად აქცია და საერთოდ უმძიმესი მდგომარეობა შექმნა მორალური თვალსაზრისითაც კი ქვეყანაში, ხოლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანას გავანთავისუფლებთ ამ უმძიმესი რეჟიმისა და მემკვიდრეობისაგან, შემდეგ დგება უკვე ახალი ეტაპი პოლიტიკური კონკურენციის. ამიტომ მე აბსოლუტურად გულწრფელად ვუსურვე სახალხო კრებასთან ერთად პირველივე დღეებისთანავე ბატონი ბიძინას გამოჩენისა წარმატება და დღესაც ნამდვილად გულშემატკივრობ, რომ არ იქნეს დაშვებული არც მისი და არც მისი თანამოაზრეების მხრიდან რაიმე ისეთი შეცდომა, რომელიც სერიოზულ პრობლემას შექმნის იმ გზაზე, რასაც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გზა ჰქვია და მხოლოდ შემდეგ უკვე შეიძლება ადამიანმა ილაპარაკო უკვე რაღაც
კონკურენციულ რეჟიმზე, მაგრამ ერთი რამეც მინდა გითხრათ, იცით, ხა თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რატომ გაქრა ბურჯანაძე საინფორმაციო ველიდან სახელისუფლებო ტელევიზიებში, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 26 მაისის შემდეგ არის აბსოლუტური მორატორიუმი გამოცხადებული. გუშინ იყო ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც რუსთავიორზე მცირე ჩემი კომენტარი გაუშვეს, თორემ ჩვენ არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ჩავატარეთ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, დაწყებული გეოსტრატეგიული პრობლემებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გაგრძელებული თუნდაც იმ, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი ფაქტით, რომელიც 53 სკოლის საშუალო სკოლის მოსწავლეს შეემთხვა, როდესაც ბავშვი გარიცხეს სკოლიდან და ჰაერში ჩამოკიდეს პრაქტიკულად და ელემენტარულად განათლების მიღების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვთქვათ, მცირე გამონაკლისის გარდა ესეთი ჩვენი აქტიურობები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. რაც შეეხება მორატორიუმს, ერთი რამე შემიძლია, იცით, გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკურ არენაზე ესეთი სერიოზული ძვრადაცვლილება ხდება, ბუნებრივია, რომ იყოს გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, დაკვირვების პერიოდი, გარკვეულწილად თუ გნებავთ თქვათ კარტ ბლანშის პერიოდიც კი, რომელსაც დავუშვათ პოლიტიკურ არენაზე აძლევ, ესე ვთქვათ, ახლად შემოსულ პოლიტიკურ მოთამაშეს. ამ შემთხვევაში ბიზნესმენში. რა თქმა უნდა, მას აძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, მან იმოქმედოს და დაიმკვიდროს, ესე ვთქვათ, ველზე პოზიცია, რომელ პოზიციას დაკავშირებით. ქალბატონი საკმაოდ თხელი ქალბატონებო რა. ჩაერთო. ვაფასებ ესე ვთქვათ, ზრდილობიან მოქცევას. რა, ზარკმილა ანუ ქალბატონი თავიდანვე ბიზნეს ივანიშვილმა თქვენთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილი პოზიცია გამოხატა, ანუ ის არ იყო კატეგორიული მის განცხადებაში, თუმცა ასე ვთქვათ, მომავალში სათანამშრომლო პოლიტიკოსთა გუნდში ნინო ბურჯანაძე ვერ მოხვდა. თუმცა ახლა ფაქტია, რომ ყავს რესპუბლიკელები, ყავს ირაკლი ალასანიას გუნდი. არიან ზვიაძე გური და კობა დავითაშვილი. როგორ ფიქრობთ, რის მიხედვით გაფილტრა ივანიშვილმა პოლიტიკოსების ის გუნდი, თქვა, რომელიც ამ შემთხვევაში მის გვერდზე უნდა ყოფილიყო? მე არ ამგონია, რომ ამასთან დაკავშირებით მე კომენტარი უნდა ვაკეთო, იმიტომ რომ ბატონი ბიზნეს გადასაწყვეტია, რომელ ეტაპზე თავისი, ესე ვთქვათ, აქტიური მოღვაწეობისა, რომელ ეტაპზე რა ტიპის თანამშრომლობას აირჩევს ამა თუ იმ პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ ძალასთან. მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, ჩვენთვის სახალხო კრებისთვის და დემოკრატიული მოძრაობისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლობისა, როდის რა ეტაპზე როგორ დაჭირდეთ ივანიშვილს კი არ დავჭირდებით. ისე ვთქვათ, ნუ ვილაპარაკებთ ესე რომ ვინმე სინო ივანიშვილი ჭირდება ან ბურჯანაძე ჭირდება, საქმეს რა ჭირდება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. საქმეს ჭირდება ის, რომ ჩვენ შეიძლება სხვადასხვა მიმართულებიდან, სხვადასხვა ფრონტიდან შეიძლება ერთობლივად რაღაც ეტაპზე არ არის გამორიცხული იმის და მიხედვით მე ბრძოლა არ შემიწყვეტია და არც ვაპირებ შეწყვეტას, ვიდრე არ შეიძლება ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა და ბუნებრივია, ყველა ცივილიზებული და კონსტიტუციური მეთოდებით ვიბრძოლებთ. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ჰქონდეს, არჩევნებამდე ხელისუფლებას უნდა გამოგლიჯო ხელიდან ის ბერკეტები, რითიც ის 100%-იანად გააყალბებს არჩევნებს და თან დემოკრატიული ფასაც მოირგებს. აქედან გამომდინარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვის და გუშინ ქალბატონმა ნონამ ეს ძალიან კარგად თქვა თავის კომენტარში, ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია ის, რომ იყოს ძალები პოლიტიკურ არენაზე, რომლებიც მართლა იბრძვიან ხელისუფლების შეცვლის და არა ხელისუფლების ჩანაცვლებისათვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას ნებისმიერ ეტაპზე თანამშრომლობის ან გადაკვეთის ან პარალელური სრის იმის და მიხედვით რა დაჭირდება საქმეს და არა რა დაჭირდება ბურჯანაძეს ან რომელიმე სხვა პოლიტიკოს. შაბათს ახლა საშუალება დასვა შეკითხება უდუერ სიტყვის გადაცემა. ძალიან გიხდებათ ეს შანელის ბძივი. მადლობთ. კარგი, დავიწყეთ. ეს ახლა ჩემი შეკითხვები რა. თქვენ ძალეთ რომ კონტექსტით. არა, რატო? ძალიან კარგი მძივია მართლა მომწონს. ეს საყურებიც იმ ძალიან. ხო, მართლა კარგია. ვაფასებ. ყოც გემოვნებიანად გაცვიათ სხვა ჩვენს თქვენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, რაზეც არ ამგონია რომ თლაც ახალისო იყოს თქვენთვის. თქვენ ძალეთ რომ გაქვთ ქსელი შეინარჩუნეთ ორგანიზაციების რაიონულის და ასე შემდეგ. 26 მაისის მერე ფულს ვინ გაძლევთ ამ ყველაფრის დასაფინანსებლად? იცით რა შალვა, ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის ხელისუფლების წარმომადგენლების შოკი, როდესაც დაიჭირეს ასობით ჩვენი აქტივისტი, მათ შორის განსაკუთრებული ზეწოლა იყო თქვენ ძალიან კარგად იცით შეფიცულებზე,
როდესაც მათ ეკითხებოდნენ რომ რამდენი ქონდათ ხელფასი და აბსოლუტურად გულწრფელად ადამიანები ეუბნებოდნენ რომ ჩვენ ხელფასი არ ქონდა. ანუ ვითარსოთ მუშაობა. აბსოლუტურად. მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობა. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდებოდა განსაკუთრებით თქვა თუნდაც იგივე ბენზინის ფული. ოფისები ჩვენ პრაქტიკულად დავხურეთ თითქმის ყველა რაიონში შევინარჩუნეთ მხოლოდ რეგიონალურ ცენტრებში სწორედ იმიტომ რომ რესურსების დაზოგვა იყო 7-8 ოფისი იყო ბოლო პერიოდამდე, ეხლა შეიძლება რამდენიმე ოფისი კვლავ დაემატოს. ეს არის მინიმალური, ესე ვთქვათ, დანახარჯი აბსოლუტურად ყველა წევრი სახალხო კრებისა. აბსოლუტურად ყველა მუშაობდა მართლაც ენთუზიაზმზე. ხელისუფლებამაც ვერ დაგვაბრალა ის რომ არა, ფული არ გვჭირდება, ის ბევრი ფული არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის мотиваცია ადამიანების და ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ეხლა ბუნებრივია კრებაში არიან ადამიანები და კრებას ყავს გულშემატკივრები, რომლებიც შეეცდებიან რომ ელემენტარული, ესე ვთქვათ, სამუშაო საშუალებები იყოს. 10000 ლარით ვინახავთ პარტიას, ხო და ახლა საოცარ შოკში ვიყავით. თქვენ მეტი გჭირდება 10000 ლარზე. მე არ გიკითხებით რამდენი, მეტია 10000 ლარზე მეტი გჭირდება. ჯერ მეტი. რამდენი ახლა რესპუბლიკა არა სამას მნიშვნელობა თქვენ ყოველი წლის ბოლოს ეხა სხვათა შორის ჩვენი საფინანსო განყოფილება ამზადებს ანგარიშს რომელიც უნდა წარადგინოს შესაბამის უწყებებში ჩვენ დაარსების დღიდან ყოველ წელს ბუნებრივია ამ ანგარიშს წარვუდგენს შესაბამის უწყებებს ესე რომ ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე ინფორმაცია შეგიძლიათ გვერდზე ნაბოთ შეკითხვა არის ამ შემდეგზე რა თქვენ რაც გააკეთეთ 26 მაისს თქვენ რაც ჩაატარეთ ხელისუფლებამ რაც გამოიყენა სათავისოდ ეს თქვენი სურვილი რომ არ დაგეცალათ ის მოედანი რამაც გამოიწვიეს საშინელი რამ რაც რის შემდეგაც სრულიად ახალი ეპოქა დადგა საქართველოში ჩემი აზრით ამ ყველაფერმა თქვენთვის როგორც პოლიტიკოსთვის რაღაც ღირებულებათა გათაფასება უნდა გამოეწვიათ თქვენ ჩემი აზრით უარი უნდა გეთქვათ ძალიან საპატივცემულო წარსულში უდიდესი დამსახურების მქონე ადამიანები რომელთა დამსახურებას ყავლი არ გასდის მაგრამ პოლიტიკაში აბსოლუტურად გაუთვისნობიერებელ, აბსოლუტურად არაპროფესიონალურ ადამიანებზე და შეგექმნათ კლასიკური ტიპის პარტია, პოლიტიკური პარტია, უამრავ ადამიანზე. სახალხო კრების ლიდერები, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ გაუთვისნობიერებელი არიან. პირდაპირ გეტყვით. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან თქვენ პოლიტიკას რას ეძახით? მე შემიძლია გითხრათ, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა სხვათა შორის ძალიან სწორი პასუხი გასცა მაგ ტიპის შეკითხვას და მან თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკაში დღეს. ის რასაც ნონა გაფრინდაშვილი აკეთებს, რასაც რეზო ესაძე აკეთებს, რასაც ელის ბარჯაველიძე აკეთებს, რას ერთი წამით შალვა, ჯერ არ იცი რას ვამბობ და როგორ დავახმები. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე პოლიტიკა, ეს არის საკუთარის ეს არ არის არა, უკაცრავად, ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს არის რეალობა, ეს არის რეალობა ეს არის სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლა, უკაცრავად სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით რეალობის შეცვლის სურვილია. რა თქმა უნდა, ორგანიზაცია არა უკაცრავად, რა ხა აჯანყება ვინმეს რომ დომოდა, ნამდვილად მოახერხებდით უფრო ეფექტურად მოქმედებას, ჩვენ რაც გვინდოდა, ეს იყო დიახ, ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, ძალიან სერიოზული ხალხის მასების მობილიზაციით, რაც იყო აბსოლუტურად შესაძლებელი. ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ მათ შორის არც თქვენგან არ იყო მხარდაჭერა და პირდაპირ შემიძლია. არა, ყველასი, შალვა, როგორ ხა საქართველოს ჩემია მარტო? ან სახალხო კრების შემითახვით წინასწარ აქ ლაპარაკი არ არის პოლიტიკურ ძალაზე, ეს არისო არჩევნები, თქვენ შეგიძლიათ პოლიტიკური ძალა მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ არჩევნების დროს, არჩევნების სწორედ იმიტომ არის ქვეყანაში, რომ თუ არ მოგწონს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ეცამი დავასრულო, რომელიმე პოლიტიკური ძალა მიხვიდე ყუთში და ის პოლიტიკური ძალა არ შემოხაზო და არ დაუჭირო მას მხარი, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე და მე მგონი ჩვენ ყველანი ლაპარაკობდით იმაზე, რომ ეს იყო საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა და მას არავინ არ უარყოფს. როდესაც ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე, აქ უკვე მომწონს არ მომწონზე საკითხის დაყენება იყო ყველაზე დიდი შეცდომა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, სახელმწიფო უნდა გადაარჩინოს არჩევნების გზით, უკვე არჩევნების შედეგად მოსულმა ძალამ და ეს არ იყო არჩევნები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ადამიანები არა მარტო ძალიან დამსახურებული ადამიანები არიან, ამ ადამიანებს აქვთ ძალიან სუფთა და პოლიტიკური ალღოთ სხვათა შორის, მათ ძალიან კარგად იციან რა სჭირდება ქვეყანას, პოლიტიკოსობის და პოლიტიკაში მოსვლის და თანამდებობების დაკავების სურვილი ამ ადამიანებს არ აქვთ და ძალიანაც კარგი, რაც შეეხება პოლიტიკურ ძალას, შალვა, მინდა შეგახსენო, რომ არსებობს ესეთი პოლიტიკური პარტია, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ, მართალია ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პარტია არც ტელეეთერში გამოჩნდეს, არც ამ პარტიის პოლიტსაბჭოს
წარმომადგენლები გამოჩნდნენ, თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პარტიის პოლიტსაბჭოში არის ნამდვილად ძალიან სერიოზული გუნდი პროფესიონალების წარმოდგენილი და სხვა შორის თქვენ იცნობთ ნატია რამდენიმე ადამიანს თუ მოიწვევთ მათ ნებისმიერ თემაზე სოციალური თემა იქნება ეს ჯანდაცვის სფერო, განათლება, კულტურა, ეკონომიკა, თავდაცვა, ყველა ეს საკითხები ნამდვილად თქვათ უმაღლეს დონეზე იდგნენ ხელოვანები, რეჟისორები ქალბატონი ნონა მოჭადრაკე ხუთგზის სოფლიო ჩემპიონი. ეს იყო სახალხო კრება და ჩვენ ყველანი ვიდექით ბრძოლის ველზე. კარგი იქნება და უფრო მეტი ადამიანი დამდგარიყო. გადახალისოთ მეთოდები რომ მოგიძველდათ, არ ფიქრობთ ამას? რას ნიშნავს მეთოდე? რომელი მეთოდი მოძველდა? სამშობლოსთვის ბრძოლის მეთოდი არ არსებობს. მოძველებული, ეს არ არის ლირიკა. მეთოდები კი არ მოძველდა, ყველა კონკრეტულ სიტუაციაში, ყველა კონკრეტულ სიტუაციაში, ყველა კონკრეტულ სიტუაციაში მეთოდი რა თქმა უნდა იცვლება. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაზეც ეკონათიამ გააკეთა. გააკეთა, უკაცრავ ნუწუხტები მათ დასვენებაზე რა. სხვათა შორის უფრო აქტიური რო იყოს ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა ეს ადამიანები თავად ამბობენ, რომ ისინი ამ ასაკში არ უნდა იყვნენ იძულებული, რომ ქუჩაში იდგნენ და იბრძოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ის რომ ჩვენ ყველანი ისე ვერ ვაკეთებთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ჩვენ საქმეს როგორც საჭირო, ამიტომ არიან ეს ადამიანები იძულებულნი, რომ თავისი სამშობლოსთვის იბრძოლონ და მე ამაყება მათ გვერდით. იგივე პრინციპით რა უნდა ნებისმიერ მსახიობს ნორმალური ქვეყანა როდესაც იქნება ეს ადამიანები თავისი საქმით იქნებიან დაკავებული და ეხლა სამშობლოსთვის ბრძოლა რას ნიშნავს ყველაზე არასწორი პოზიცია არის იცი რა სხვათა შორის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი სხვათა შორის მინდა გითხრა ზუსტად მაგ პოზიციას აფარებს თავს რომელსაც ეხლა შენ ამბობ და ამბობს რომ იცი რა მე ვარ კარგი ექიმი მე ვარ კარგი პედაგოგი, მე ვარ მსახიობი და პოლიტიკა არ მეხება. იცი პოლიტიკა როდის არ ეხება კარგ მსახიობს, კარგ სპორტსმენს. პოლიტიკა არ ეხება მაშინ, როდესაც შენ არ ყავს პოლიტპატიმრები. როდესაც ადამიანს სიკვდილამდე არცემენ მხოლოდ განსხვავებული აზრისთვის. როდესაც მართლა შენ შეგიძლია მიხვიდე და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკა არ გეხება და მეორე პოლიტიკაში იყო აკეთებდა ორგანიზებას ან გერქვას ორგანიზება ისეთი ამბიციური რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო იმისი მიათედი ადამიანებისა საპროტესტო აქციაზე რაც შეძლო სახალხო კრება. გულშემატკივრო გარკვეულწილად და მინდა რომ ახალი ხალხი დაგარწმუნო რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ახალი ადამიანები და კარგი რეჟისორები წავიდნენ სხვაგან. იცით რა მე მგონი ცოტა არაკორექტულია ხა ამ ადამიანების ამ კონტექსტში მოხსენიება ისინი იმსახურებენ აი მართლა თაყვანისცემას იმის გამო რასაც ისინი აკეთებენ შალვა ნამდვილად შემიძლია გითხრა და მადლობის მეტი ამ ადამიანებს შენგან ჩემგან და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისგან არაფერი არ ეთქმის იმიტომ რომ თავისი ნერვების, თავისი ჯანმრთელობის, თავისი ემოციების ხარჯზე ეს ადამიანები ამაზე უნდა გავიდეთ შეკითხვა არავინ არ ითხოვს შენგან მადლობას. შეკითხვა მაქვს ალბათ ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები რომ ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში მართავს მოლაპარაკებას ქართული პარტიის წარმომადგენლებთან, კერძოდ ირაკლი ოქროაშვილთან და ეროს კიცმარიშვილთან. იყო თუ არა ეს ასე სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ გაიგებთ ამ შეკითხვაზე პასუხს. მართვის ამასობაში ეთერში შევიდა გადაცემა სუბტიტრები 15 წლიანი გამოსვლა. რატომ ნონა გაფრინდაშვილის გარდა იქ ვერ ეთერში ვარ. ეს ადამიანები არა მარტო რეზოესაძე, არა მარტო ნონა გაფრინდაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე და ასე შემდეგ ადამიანები რომლებიც არ შეიძლება მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ასრულებდნენ გარკვეულ როლს, თუნდაც სამოქალაქო სექტორში ნებისმიერი აქტივობის გამოწვევასთან დაკავშირებით. ერთი წამით სახალხო კრების თავმჯდომარეა, ძალიან ღირსეული ადამიანია და არა მარტო ღირსეული სპორტსმენი, არამედ ის არის არაჩვეულებრივი მოქალაქე საკუთარი სამშობლოსი და სწორედ იმ ადამიანებმა, ვისაც საკუთარ სამშობლოზე გული შეტკივა, ვისაც აქვს ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა და არა მოეფარება იმას, რომ მე კარგი მოჭადრაკე ვარ, კარგი მსახიობი ვარ და არ მეხება ქვეყანაში რაც ხდებაო, ზუსტად ამ ადამიანების საუკეთესო
საუკეთესო მაგალითი და ნიმუშია ის ადამიანები, ვინც არიან წარმოდგენილნი სახალხო კრებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ შემიძლია თქვა, ჩვენი სირცხვილია ის, რომ ეს ადამიანები თავის ასაკში იძულებულნი არიან სამშობლოს ბრძოლისათვის იაქტიურონ და სხვათა შორის ჟურნალისტებიც, პოლიტიკოსებიც ჩვენ საქმეს რომ კარგად ვაკეთებდეთ, ეს ასე არ იქნებოდა, მაგრამ ამ ადამიანებს დღეს უდიდესი მოწიწების, უდიდესი პატივისცემის და დიდი სიყვარულის გარდა ნამდვილად არაფერი არ ეკუთვნის ისინი, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან თავიანთი სამშობლოს. იცით რა შეიძლება აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ. არც ნონა გაფრინდაშვილი, არც ელიზბარ ჯაველიძე, არც რეზო ესაძე, არც ერთი ის ადამიანი, არც გია ბურჯანაძე, არც ირაკლი ბათიაშვილი, ეს არ არიან ადამიანები, ვინც თავის თავს გამოაყენებინებენ ვინმეს. თორემ ძალიან კარგად შეეცდებოდა მიხეილ სააკაშვილი ამ ადამიანების სათავისოდ გამოყენებას, როგორც სადა ძალიან ბევრი სხვა ადამიანის გამოყენებას. ესე რომ მინდა გითხრათ, რომ ყველა მოქმედება ამ ადამიანების არის აბსოლუტურად გააზრებული, გაცნობიერებული, პასუხისმგებლობის გრძნობით ახსავსე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ საქართველოში დიახ, სამოქალაქო საზოგადოებამ უზარმაზარი როლი უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომელთა მთავარი ამოცანაც ის კი არ არის, რომ ხუთი კაცით პარლამენტში შევიდნენ, ან რაღაცავარზე მოირგონ, არამედ ის, რომ რეალურად ქვეყანა გადაარჩინონ. რეკლამამდე დავპირდი მაყურებელს, რომ ამ შეკითხვაზე მივიღებთ პასუხს. იცით, რამ კონსულტაციების შესახებ, მე სიმართლე გითხრათ, ევროპიდან დაბრუნების შემდეგ გავიგე, მე მგონი, მედიიდან, ესე რომ ნამდვილად, არა, ეს კონსულტაციები ნამდვილად არ მიმდინარეობს, ესე რომ მე მგონი ეს არც არავის არ უთქვამს ამასთან არჩევნებისთვის აპირებთ თუ არა მარტო მიიღოთ თქვა არჩევნებში მონაწილეობა როგორც ძალიან დიდი დროა და მოდი წინ ნუ გავიქცევით ესე ვთქვათ იმიტომ რომ არჩევნები რა კონფიგურაციაში ჩატარდება რა პოლიტიკური ვითარება იქნება ამის თქმა დღესდღეობით არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა იმისათვის რომ არჩევნებამდე ქვეყანაში მართლაც რადიკალურად შეიცვალოს დასახელეს კიდევ ერთ პოლიტიკურ ამ შემთხვევაში სუბიექტად ვისთანაც თანამშრომლობს ნინო ბურჯანაძე. ჩვენ ეროვნულ ფორუმთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა სახალხო კრების ფორმატში. სამწუხაროდ სხვათა შორის რომ ეს თანამშრომლობა ბოლომდე არ იქნება ასე ვთქვათ. მიღწეული რა ჩვენი მეგობრობა ხელშეუხებელი რჩება აბსოლუტურად. ცუდია რომ არ მოვიდა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ფორუმი რომ იქ ყოფილიყო და ჩვენ გქონოდა მეტი მხარდაჭერა გქონოდა არა მარტო ფორუმისგან, არამედ სხვა პოლიტიკური ძალებისაგან სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა 26 მაისს, მაგრამ ეხლა ამის გარჩევა რატომ როგორ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მომავალი გვაჩვენებს რა დოზით იქნება რომელ პოლიტიკურ ძალასთან რეალური ოპოზიციაზე. რა თქმა უნდა. რესპუბლიკელები როგორი პარტია, რეალური ოპოზიცია თუ არა რეალური ოპოზიცია? იცით რაშია საქმე? ჩემთვის რეალური ოპოზიციონერობის კრიტერიუმი არის ერთი. ოპოზიციას რა უნდა პარლამენტში შესვლა და 5 ადგილის დაკავება, ეს რესპუბლიკელები იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, თუ უნდა რეალურად ხელისუფლების შეცვლა. ეს არის ჩემთვის თავარი. მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს პარლამენტში 5, 10 ან თუნდაც 20 ადამიანით შესვლა. არაფერს არ ნიშნავს, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში რეალური ბრძოლა იყოს ხელისუფლების შეცვლისათვის. ირიბი პასუხი გამეცით, მაგრამ მეორე შეკითხვა არანაკლებ წავე. იცით რა, მე კითხვას მიჩენს ხოლმე ძალიან სერიოზულს, ეხლა ნამდვილად არ შევყვები ამ დისკუსიას, მაგრამ როდესაც პოლიტიკური პარტიები ძირითად განცხადებებს აკეთებენ იმ мотиваციიდან გამომდინარე, რომ ვინმე ადგილი არ დაიკავოს მზის ქვეშ და პოლიტიკური კონკურენციიდან გამომდინარე კეთდება განცხადებები, ну კითხვა ხანდახან ჩნდება ხოლმე, რომ რატომ ემთხვევა თქვათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების არა მარტო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციები, თქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, თქვათ როდესაც ნაციონალური მოძრაობა გამწარებული აკრიტიკებდა სახალხო კრებას, როდესაც ნაციონალური მოძრაობა დღეს ძალიან ღელავს იმაზე, მოხდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის და ბურჯანაძის შეხვედრა, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. მე ვერ ვიგებ, როდესაც პოზიციები მაგაზე გაბანული ეს ამაზე არა მარტო ნაციონალები მორიულებს. კარგი, შევიდეთ. ამაშია სწორედ საქმე, რომ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან სამწუხაროდ იცი რაშია საქმე, შალვა, მე 3 წელია ვარ ოპოზიციაში და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია დაწყებული მაშინდლიდან როდესაც სამთვეში არჩევნები იყო უკვე დანიშნული და მიშა სააკაშვილის გადადგომა ბურჯანაძის გადადგომით შეცვალეს, იქედან მოყოლებული მე მგონი ინერციით მიდიან და დღემდე ბურჯანაძის გადაყენებას ცდილობენ, ოღონდ კაცმა არ იცის რა თანამდებობიდან.
ამოსტონ ხარ თქვენ. ამაზე პოლიტიკაში მოწონება არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია, პოლიტიკაში სხვა კრიტერიუმებით მოქმედებენ ადამიანები. მე ვისურვებდი, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მთელი ძალისხმევა მიმართონ არა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ და სახალხო კრების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ეს იყო სამწუხაროდ დღემდე, არამედ რეალურად მართლაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენ კატეგორიულად გამორიცხავთ არჩევნებზე წასვლას. კატეგორიულად გამორიცხავთ 26 მაისის წინ. არა, უკაცრავად ჩალო. არასწორი ფორმულირება გეტყვით. არჩევნები შეუძლებელია, რომ საქართველოს ჩატარდეს სააკაშვილის რეჟიმი. მე ვამბობდი, რომ შეუძლებელია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს ამ ხელისუფლების ხელში და იგივე ვამბობ დღესაც. როგორ თქვენ შალვა შენ ფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მე სხვათა შორის გუშინწი, როდესაც აეროპორტიდან ვბრუნდებოდი, აბსოლუტური შოკი მქონდა, როდესაც მძღოლმა დამანახა შენობა ნაციონალური მოძრაობის ახალი პარტიული ოფისი. გირჩევთ სხვათა შორის, რომ მიბრძანდეთ და გადაიღოთ და აჩვენეთ საზოგადოებას. ძალიან საინტერესოა და ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ ქუჩაში და კითხეთ ამ ოფისის ამშენებელი პარტია თუ დაუშვებს იმას, რომ ჩატარდეს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და დაუშვან თუნდაც რაღაცა პროცენტი იმისა, რომ ეს პარტია ხელისუფლებიდან წავა. ჩვენ სახალხო კრება პირველივე დღიდანვე ვამბობდით, რომ დიახ, ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების და არა გადატრიალების გზით, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული და რეალურად თავისუფალი არჩევნები, უნდა არსებობდეს 5 კომპონენტი, გაგახსენებთ, ეს არის თავისუფალი ბიზნესი, რომ ელემენტარულად ოპოზიცია მართლა კაპიკებს არ ითვლიდეს, უნდა არსებობდეს თავისუფალი მედია, რომ მე დღეს როგორც მაქვს საშუალება, რომ ვილაპარაკო პირდაპირ ეთერში, ესე მქონდეს საშუალება და მთელი საქართველოს მასშტაბით ვესაუბრო ხალხს და არა შეზღუდულად იმ რაოდენობას, რომელზეც სამწუხაროდ თქვენ გადიხართ და მეც ვერ ფარავთ საქართველოში, უნდა არსებობდეს ელემენტარულად დამოუკიდებელი სასამართლო იმისათვის, რომ მე წავიდე გავასაჩივრო ესა თუ ის ოქმი და ვიცოდე, რომ თუ მოსაგებია მოვიგებ, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და უნდა არსებობდეს არა პოლიტიკური, არამედ ჩვეულებრივი. არა, როგორ არა, ოქტომბრამდე შეიძლება ამის მიღება. თქვენ მედიკალური ნაციონალური მოძრაობა ხო ამ ხუთი კომპონენტიდან ერთს მაინდათ. არა, ნაციონალური მოძრაობა არაფერს არ დათმობს. შემოგვიყვება. თუმცა ამ ხუთი კომპონენტიდან ერთ-ერთი კომპონენტი დღეს უკვე გარკვეულწილად შეცვლილია. თუნდაც ბიზნესი, იმიტომ რომ ეხლა გამოჩნდა რეალურად სახსრები, შევადაროთ, ხო? იგივე დაუშვათ ადგილობრივ არჩევნებს თუ გავიხსენებთ, ადგილობრივი არჩევნების დროს ნაციონალურ მოძრაობამ დახარჯა 10 ჯერ უფრო მეტი, 2010 წელს 10 ჯერ უფრო მეტი თანხა, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად აღებულმა. ბუნებრივია, რომ ასეთი ესე ვთქვათ შეფარდების შემთხვევაში შეუძლებელია, ხო, რამე თანასწორობაზე საუბარი. დღეს ეს კომპონენტი გარკვეულწილად უკვე მეტნაკლებად კი არა, ფაქტიურად უკვე გაწონასწორებულია. თუ მოხერხდება და მე მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანებში შესაძლებელია შეიქმნას ერთი ესე ვთქვათ ტელევიზია, რომელიც მთელ საქართველოს დაფარავს და რომელიც ალბათ ამბობენ ამასთან დაკავშირებით და შეიძლება ესეთი ტელევიზია გაუცნაურია. მე მგონი რომ ეს ხმები დადის ძალიან ინტენსიურად და მე იმედი მაქვს რომ ეს ესეც იქნება რომ შეიქმნება ერთი ტელევიზია რომელსაც ექნება შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით იმაუწყებლოს და მე იმედი მაქვს რომ ეს მართლაც ობიექტური ტელევიზია იქნება სადაც იმის და მიუხედავად ვინ იქნება დაუშვათ ამ ტელევიზიის რეალური მფლობელი მეც და სხვასაც ექნება ერთნაირი შესაძლებლობა ვერ გეტყვით ახლა მე ვერ დავიწყებ ამის დაკონკრეტებას მაგრამ ესეთი ყოველთვის მე ძალიან მინდა რომ ეს ესე იყოს ჩვენ თუ მოვახერხებთ ამ გარდატეხის შეტანას, გარწმუნებთ, რომ იგივე ვთქვათ, საშუალო რგოლებზე განწყობა გაცილებით განსხვავებული იქნება. ხელისუფლება არაფერს არ დათმობს. მე სწორედ იმიტომ ვამბობდი და სახალხო კრება სწორედ იმიტომ ვლაპარაკობდით, რომ დიახ უნდა გამოვიდეს ათასობით ადამიანი ქუჩაში, რომ უნდა დაათმობინო, უნდა წაართვა ეს ბერკეტები ხელისუფლებას, რომ მერე მართლაც ადამიანებმა თავისუფალი არჩევნების გასაკეთებლად ალბათ შევხვდებით ჩვენ. არა, მე არ გეუბნებით რომ არა, მე არ გეუბნებით რომ საუცილებლად მოხდება. მე გეუბნებით რომ ამის შანსი გაჩნდა. კომპონენტიდან არც ერთ აღარ დათმობს მიხეილ სააკაშვილი. მე არ მინდა ამის პირობის პასუხი. მე ძალიან კარგად ვიცი რომ მიხეილ სააკაშვილი არც ერთ ამ კომპონენტს არ დათმობს, იმიტომ რომ ხელისუფლების გარკვეულ წრეს ადამიანებისას აი ესე ვთქვათ არაჩვეულებრივი ფილმისა არ იყოს, აქვს არჩევანი, ან ესე ვთქვათ ზაგსი, ან პროკურორი, ხო? ძალიან კარგად იციან ამ ადამიანებმა, ამიტომ რა თქმა უნდა არაფერს არ დათმობენ და სწორედ ამიტომ იყო სახალხო კრების პოზიცია, რომ ხალხო გამოდით ქუჩაში, გავდგეთ მშვიდობიანად და ვაიძულოთ ეს ხელისუფლება არ გამოვიდა ხალხი. თუ არ დათმო ხელისუფლებამ ეს ყველაფერი და ალბათ არ გუშინ მესაუბრებოდა ერთი ადამიანი, ჩემი ძალიან
ახლობელი ექიმი, რომელმაც თქვა, რომ აი დღეს რომ იყოს 26 მაისი, მთელი ექიმები თქვენს გვერდით დადგებიანო. ყველაზე ცუდი, დიახ, ყველაზე ცუდი არის ეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ საზოგადოებამ 26 მაისს ნაწილმა დევნილებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსახლებული, ჩათვალეს, რომ ჩვენ ხელს არ გვახლებენ თუ იქ არ მივალთ. ნაწილმა პედაგოგებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ახლა არ მივალთ და ხვალ სამსახურიდან არ გამოგვაგდებენ. სამწუხაროდ ხელისუფლება ამ მეთოდებს ძალიან კარგად იყენებს. ანუ დღეს ადამიანს პირდება დღევანდელ, ესე ვთქვათ, ხალბატონო, თქვენ ბრძანებთ რომ დაშინების გამო არ მოვიდნენ, მაგრამ არ უშვებთ იმას, მართლა აი თქვენი საქმისთვის უკეთესია. მე რო წარმატება არ მაქვს რაღაცა პროექტში, ყოფილა ეგეთ პროექტები. ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ შალვა. ხო და ერთი წუთით რა, შეკითხვას დავსვამ, ძალიან გულასწორად მაინტერესებს. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ ვერ გავაკეთე ისეთი რაღაცა და არ მოეწონათო. თქვენ ზიგნე პირველ რიგში საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ, რომ ხალხი არ მოვიდა და არა რაღაც შიში. არა, ვერ მართალი. რამდენიმე კომპონენტი იყო. რა თქმა უნდა, ალბათ იყვნენ ადამიანები, ვისაც სხვადასხვა მოსაზრების გამო არ უნდათ მოსვლა, მაგრამ იცით რა ყველაზე კომფორტული იყო, გეთქვა, რომ იცი რა მე იქ იმიტომ კი არ მივდივარ, რომ მეშინია. იმიტომ არ მივდივარ, რომ ბურჯანაძე არ მომწონს. ბურჯანაძე მოგწონს თუ არ მოგწონს, შალვა, ეს გადაწყვიტე საარჩევნო ყუთთან რომ იხვალ მაშინ. და როდესაც შენი სამშობლოა გადასარჩენი, უბრალოდ ამორალურია იმაზე, რას ნიშნავს ბურჯანაძესთან ერთად სასწავლებელი და რას ნიშნავს სამშობლო ეკითხები ერთი წამით. აქ არის ორი რამ. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ სამშობლო არ არის გადასარჩენი, ასეთ ადამიანს რა თქმა უნდა ვერ მოთხოვ, რომ იქ მოვიდეს. მაგრამ ბურჯანაძე არ გადაარჩენს. სამშობლოა გადასარჩენი და არ მიდის ბურჯანაძე მე ნახემძღვანელებს საქმეში არ მინდა მის. სამშობლოს გადარჩენა. არ მგონია რომ ის სამშობლოს გადარჩენა. ეს შენ არენდობი. თუ იქნება უფრო კომფორტულია რომ თქვა რომ არ გინდა. ცეცხლი უკიდია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ჩვენ სამშობლოს დღეს სამწუხაროდ უკიდია ცეცხლი. მაშინ უბრალოდ ამორალურია და უკაცრავად, მაგრამ ცოტა სულელურიც რომ დადგე და თქვა რომ ეხა ბურჯანაძესთან ერთად მე ამ სახლის ცეცხლის ჩაქრობას არ დავიწყებ და სახს არ დავიწყებ. არ მწამს ბურჯანაძე და არ მჯერა, რა ვქნა, ეგეთი ვარ. არა მე მეორეც აზრის ვერაფერს როგორც გადატრიალებაში, აჯანყებაში, რევოლუციაში. უკაცრავად და ვინ ლაპარაკობდა რომ გადატრიალებაზე, არა. ეგ სხვა თემა არ აწყობდა, ეს ხელისუფლება ლაპარაკობდა და ასევე პირდაპირ შემიძლია გითხრათ იმ პოლიციელებისთვისაც, რომლებიც გამეტებით ურტყამდნენ აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანებს, ხელისუფლებამ ფსიქოლოგიურად ძალიან სწორად მოაწყო პიარი, იმიტომ რომ იმ ადამიანს რა თქმა უნდა უჭირს თქვას, რომ ის იმიტომ გამოდის მიტინგზე და იმიტომ ებრძვის ოპოზიციას და იმიტომ ებრძვის განსხვავებულ აზრს, რომ კრედიტი აქვს გადასახდელი სახლის მანქანის ან რუსების აგენტები არიან. რა თქმა უნდა ურჩევნია თავის ცოლს და თავის ოჯახის წევრებს უთხრას, რომ მე რუსების აგენტებს ვებრძოდი. მე ვებრძოდი ამ ქვეყნის მტრებს. რა თქმა უნდა ის თავის შულს ვერ ეტყვის, რომ მაცივრის კრედიტი აქვს გადასახდელი. და აი ეს ამაზე ხელისუფლებამ ძალიან კარგად ითამაშა და აი შალვას ესეთი გააფრთებული, ესე ვთქვათ, ოპონირება ხოლმე სამწუხაროდ შალვა უნდა გითხრა, რომ ასხამს ხელისუფლებას ამოიწყავს ვიდრე ესე ვთქვათ. არ მინდა რომ ეს შეკითხვა ვერ დასკვნებინო, თქვენ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდით ნაციონალურ მოძრაობაში, მუშაობდით მიხეილ სააკაშვილის. მუშაობდით კი არა, სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში მე არასდროს სააკაშვილის გვერდზე და სუკის აგენტი ხარ, მე სუკის აგენტი ხარ. და მუშაობდა კი არა, მაგრამ საკმაოდ კარგად ამ გუნდს. ანუ ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება მალე. არის რა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობა ნამდვილად სერიოზულ პანიკაში იყო, ასე ვთქვათ. ისინი იყვნენ კატასტროფულ პანიკაში 26 მაისისათვის, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია უკაცრავად იმასთან დაკავშირებით, რომ 21 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი აპირებდა გამოსვლას და სწორედ ამიტომ იყო, რომ მართლა მასირებული შეტევა დაიწყო, მეტროების გადაკეტვა, ავტობუსების ჩამორთმევა და ასე შემდეგ და მართლაც ძალიან აწყობილად იმუშავა სახელისუფლებო მანქანამ, წარმოუდგენლად, იმიტომ რომ გადარჩენაზე იყო საუბარი. ასეთივე პანიკაში იყო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. დღეს გარკვეულწილად ეს პანიკა ოდნავ შემცირებული არის, გარკვეულწილად, იმიტომ რომ თქვათ დინამიკა არ იყო ისეთი სწრაფი და არ არის ჯერჯერობით ისეთი სწრაფი. როგორიც არა, მაგაზე არ არის საუბარი, დინამიკაზე არის საუბარი, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული შიში აქვს დღესაც, ძალიან სერიოზული შიში სახალხო კრების. ეს ჩანს იმ იგნორირებით, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად უწევს ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას და რა თქმა უნდა, მას აქვს ძალიან სერიოზული შიში ბიძინა ივანიშვილს. მიხეილ სააკაშვილი თქვა ისეთი ტიპის შეცდომებს
როგორიც არის მანქანების წართმევა ბანკის, მოქალაქეობის ჩამორთმევა ადამიანებს, ანუ აი დაპატიმრება ოჯახის ახლობლების. არა, მე ხა უკაცრავად დღეს ჩვენი სახალხო კრების ერთ-ერთ წევრს აბსოლუტურად უკანონოდ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აბსოლუტურად უკანონოდ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ადამიანს, რომელიც ჩამოსვეს ავტობუსიდან ჩამოსვეს და ესე ვთქვათ, მთელი ავტობუსის თვალწინ დააპატიმრეს და მიუსაჯეს დღეს პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევა. რაზე მელაპარაკებით ხალხო? ეს ხელისუფლება ნამდვილად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არანაირი შესაძლებლობა არ მისცეს საზოგადოებას რეალური არჩევანი გააკეთოს და ნახეთ რა ხდება. გამოკითხვები, რომითაც ხელისუფლება საზოგადოებას აგუებს იმ აზრს, რომ თურმე სამი პოლიტიკური ძალა გადავა მხოლოდ ბარიერს და 70% მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ძალა აიღებს, ხოლო დანარჩენ 30-ს გადაინაწილებს ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის სააკაშვილის სატელიტი პარტიები. მე ვინაიდან დრო ცუდი და ცოტა დარჩა და სამწუხაროდ კვლავ ესე ვთქვათ, შალვამ აირჩია ისევ წარსულზე ლაპარაკი და არა მომავალზე, თუმცა მე ნამდვილად მინდოდა რომ წინა საახალწლოდ მით უმეტეს უფრო სამომავლო გეგმებზე გველაპარაკა, მე კიდევ ერთხელ ნათია მინდა ხაზგასმით ავღნიშნო. დიახ, გეთანხმები იმაში, რომ არც ერთ იმ კომპონენტს, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას სჭირდება, სააკაშვილის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. ეხლა გავრცელდა დღეს მე მგონი არ მახსოვს რომელიღაცა პოლიტიკური პარტია ავრცელებდა თუ გუშინ ინფორმაციას, რომ ეხლაო ამერიკის შეერთებული შტატებიო ივანიშვილის გამოჩენის შემდეგო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევსო თავისუფალ არჩევნებსო. და უკაცრავად ივანიშვილის გამოჩენამდე არ აქცევდა ესე იგი. მაგრამ მაშინ ადგილობრივ არჩევნებზე რატომ მივდიოდით? იგივე პოლიტიკური ძალა მაშინ ვირდებოდა რომ ობამა დააჭედებდა ესე ვთქვათ ოპოზიციურ კანდიდატებს მერის სკამზე, რაც ნუ ხა ძალიან სასაცილოა რომ ობამა მერის არჩევნებისთვის მოიცავოს. მე ერთი რამ მინდა ვთხოვო და მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს აქტივისტებს, იმ ადამიანებს, ვისაც შალვასგან განსხვავებით ჩვენი სჯერა, თუმცა შალვამაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ რეალური ოპოზიციური ძალა და ნამდვილად ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისათვის. მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლა ჰქვია, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს ისევე როგორც ძალიან ბევრ ადამიანს სახალხო კრების და ჩვენი პარტიის არეშინიათ იმ წნეხის რაც არის, არ უნდა შეგვეშინდეს ამ წნეხის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რეალურად ქვეყანაში ხელისუფლება კი არ ჩანაცვლდეს, არამედ ხელისუფლება შეიცვალოს. ეს არის პრინციპული შალვა. ნინო ბურჯანაძისთვის კი არა, ეს არის პრინციპული ჩვენი სამშობლოს მომავლისათვის. საყდურს გვეტყვის. დიდი მადლობა. სტუმრობისთვის ეს გახლავთ ნინო ბურჯანაძის სუბიექტური აზრი, მე და შალვა ხვალამდე კარგად ბრძანდებოდი.